გვერდება ჩვენი კიდევ ერთი სტუმარი კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი გიორგი უტიკაშვილია ამჯერად ჩვენთან ერთად. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ შემოგვიყვანეთ. მოგესალმებით, მადლობა პირიქით მოწვევისთვის. ბატონ გიორგი, თქვენი კოალიციის ორი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მელია არიან დაპატიმრებულნი და იგივე საფრთხე ემუქრება მესამეს ნიკა გვარამიას გულისხმობ, ამიტომ არ შემიძლია უბრალოდ სხვა თემებზე დავიწყო თქვენთან საუბარი, იქამდე ვიდრე ამ მოცემულობას არ შევაფასებთ. ხა რამდენადაც მედიამ ვიცით, 7 ივნისს ეწურება ნიკა გვარამიას გირაოს გადახდის ვადა. ვხედავთ რომ ხელისუფლება ყველას, ვინც არ თანამშრომლობს საგამოძიებო კომისიასთან ან ასე ვთქვათ არ ასრულებს სასამართლოს მიერ მიღებულ გაწყვეტილებას, უშვებს ციხეში. შესაბამისად ამ ფონზე რამდენად რჩება ნიკა გვარამია იმ პოზიციაზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა გირაოს არ გადაიხდეს. ხო, მივესალმებ პირველ რიგში მაყურებელს. ცხადია, ეს იყო გააზრებული ნაბიჯი ჩვენი კოალიციის ლიდერების მხრიდან. ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იძულების წესით მოეხდინა საკუთარი არალეგიტიმური პარლამენტის ლეგიტიმაცია და აი ამ ფორმით სცადა კომისიებით, სცადა გამოგონილი კომისიები და ფარსით სცადა ოპოზიციის პროდასავლური ძალების შეტყუება პარლამენტში. ზოგთან გამოუვიდა, ზოგთან არ გამოუვიდა. მაგრამ ჩვენი მყარი პოზიცია ყოველთვის იყო არ ვანიჭებთ ლეგიტიმაციას ქართული ოცნების ერთპარტიულ პარლამენტს. ანუ ეს არ არის პარლამენტი. შესაბამისად, ჩვენ ავირჩიეთ გზა და იგივე გზას გაივლის ნებისმიერი ჩვენი კოალიციის წევრი, თუ ეს საკითხი მათთანაც დადგა. რატომ? იმიტომ რომ ქართული ოცნების ყველაზე ქართულ ოცნებას განსაკუთრებით უნდა აღიარონ პარლამენტი და აღიარონ ქართული ოცნების ძალაუფლება. ამას ეხვეწება დასავლეთსაც, ამას ეხვეწება ხალხსაც ქუჩაში და ამიტომ იღებს ამდენ კანონს და ამიტომ ცდილობს ოპოზიციის და პროდასავლური პარტიების დევნას. იმიტომ რომ მას ჭირდება ლეგიტიმაცია, სხვანაირად ისინი არ არსებობენ, ანუ ისინი სრულყოფილად ვერ წარმოადგენენ საკუთარ თავს. ამიტომ ქართული ოცნების დელეგიტიმაციის პროცესი იწყება ასე. პარლამენტში არ შესვლით, არ მონაწილეობით იმ ეგრეთ წოდებულ კომისიაში, არ გადახდის გირაოსი, რომელიც გირაოს გადახდაც არ ნიშნავს ჯერ ერთი იმას, რომ სისტემა გაგათავისუფლებს ან გარედაქტოვებს, იმის მიხედვით იმოქმედებს სისტემა, როგორც საკითხია რა იქნება სასამართლო საბოლოო განაჩენი. არ თანამშრომლობთ თვითმმართველობის არჩევნებზე, ან სტრატეგიულად მივყვებით ყველა ნაბიჯს ვდგავთ იმისთვის, რომ ქართული ოცნების დელეგიტიმაცია მოხდეს, ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთოს, ანუ თვითდაზიანების პროცესი განაგრძოს, ეს მათ აზიანებს, ხო? ყველა ნაბიჯი რომ აზიანებს მხოლოდ ქართულ ოცნებას. ახლა კი ხართ მზად რომ თქვენი კოალიციის სამივე ლიდერი ჩაჯდეს ციხეში, თუმცა ამ შემთხვევაში მართლაც ჩნდება კიდევ ერთი კითხვა, რამდენად აქვს ოპოზიციურ სპექტრს იმის ფუფუნება, რომ ოპოზიციონერი ლიდერები მოწყდნენ, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ პროცესებს და გისოსებში გადაინაცვლონ. აი მაგალითად, გიორგი ვაშაძე, რომელმაც გირაო გადაიხადა, ამბობს, რომ თავისუფლებაზე მყოფს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია ქვეყნის საკეთილდღეოდ და ქვეყნის დასახმარებლად და ქართული ოცნების დასასუსტებლად, ვიდრე ამას შეძლებდა გისოსებში მყოფი. არის თუ არა ეს რეალურად მართლაც ასე? გიორგი ვაშაძე ფიქრობს ასე, მაგრამ ფაქტებია სხვა. როდესაც პოლიტიკური ლიდერები აღმოჩნდებიან ციხეში, როდესაც პოლიტიკური ლიდერების, პროდასავლური ლიდერების დევნა იწყება, სრულიად უსაფუძვლოდ, უსამართლოდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შესაბამისი რეაქციები არის განსხვავებული. ჩვენ არსებობენ პოლიტიკოსები, ვისაც შეუძლიათ კონტრასტი დადონ, სახე ჩამოხსნან ქართული ოცნების რეალურ მიზნებს და არიან პოლიტიკოსები, რომლებიც წლების მანძილზე თამაშობდნენ ივანიშვილის თამაშის წესებით და ივანიშვილს უნარჩუნებდნენ რაღაც ფორმას, რომ თითქოს აქ არის დემოკრატია, თითქოს ყველაფერი წაწაღებული არ არის, თითქოს შეგვიძლია ჩვენ აქედან არჩევნებით, რაღაცა თანამშრომლობის ფორმებით, დიალოგით გამოვიდეთ, მაგრამ ყველანაირი მიმდინარე პროცესი უაჩვენებს, რომ ივანიშვილს ერთი რაღაც უნდა სრული ავტოკრატია დაამყაროს ქვეყანაში, სრულად დიქტატურა და მართოს სახელმწიფო მხოლოდ მან და რუსეთმა, ისე რომ ჩვენ დასავლეთს ნაწილობ. ეს ხო გაცხადდა. ამ გაცხადების პროცესში არიან პოლიტიკოსები, ვისაც სურს, რომ სახე ჩამოხსნას ივანიშვილს და მაქსიმალური დანაკარგით გამოვიდეს აი ამ დაწყებული დიქტატორული პროცესიდან, რაც მან დაიწყო. და ანუ რის საფუძველზე ხდება მერე მისი შესუსტება, სწორედაც სანქციების. მაგრამ ამ სახის ჩამოხსნის ფონზე ხდება თუ არა ჯაფარიძე, მელია, გვარამიას როგორც პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალება და როგორც განეიტრალება იმ ადამიანების, ვინც ქართული ოცნებისთვის
ყოველთვის თავისუფლებაზე მყოფი ნიშნულოვან თავის ტკივილს წარმოადგენს. სამი პოლიტიკური ლიდერი არის ბრძოლის მაგალითი, 12 წლიანი ბრძოლის მაგალითი. აქედან ზურასთვის იყო პირველი ციხე, მაგრამ ნიკა მელიას და ნიკა გვარამესა მეოთხე დაიჭერენ. ეს ბრძოლის მაგალითი, მათ ეს ბრძოლა გაიარეს და ისინი ამ ბრძოლას გაივლიან ძალიან ღირსეულად და მორალის სწორ მხარეს იდგებიან, მაგრამ ამის პარალელურად ისინი შეძლებენ ციხიდან უფრო მეტად აჩვენონ რეჟიმის სახე, ვიდრე გარედან. მათ ეს გზა აირჩიეს, ანუ რადიკალური გზა აირჩიეს, იმისთვის რომ ივანიშვილის სახე დაინახოს დასავლეთმა და დააწესოს ის სანქციები, რომელიც ივანიშვილს ყველაზე მეტად ტკივა. ივანიშვილს არც ტკივა ისე ძალიან ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესები, როგორც ტკივა მისი ფული და ამას ყველა მის ინტერვიუში ამბობს. მეგობარი აქტი ძალიან აშინებთ მათ. ეს პროცესი, რომელიც ჩვენ დავიწყოთ და ჩვენმა ლიდერებმა დაიწყოს, ასევე აჩქარებს მეგობარი აქტის პროცესის დაჩქარებას, სანქციების დაჩქარებას, ევროკავშირის რეზოლუციების დღევანდელი ასევე ანგარიში, რომელიც ევროკავშირმა მოამზადა, ასეთი კრიტიკული, ასეთი ტონი დაწერილი არ ყოფილა არასდროს. ესეც არის დაჩქარების პროცესი იმისთვის, რომ ივანიშვილმა მაქსიმალური სასჯელი მიიღოს იმ ანტიდემოკრატიული ნაბიჯებისთვის, რასაც დგავს და ქვეყნის ევროპული მომავლის წართმევისთვის. ანუ ჩვენ შიგნით პროტესტთან ერთად ამ პერფორმანსით თუნდაც ხო ვაიძულებთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს რეალურად შეხედონ სიტუაციას, რას წარმოადგენს ივანიშვილი და ვის წარმოადგენს ივანიშვილი. ბატონო გიორგი, თვითმმართველობის არჩევნებსაც მინდა დაუთმოთ რამდენიმე წუთი, ეს თემა დისკუსიის საგანია ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. ამ ფონზე კი სულ უფრო და უფრო მკაფიო ხდება, მაგალითად გახარიას პარტიის და ლელოს პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა უმჯობესი იყოს ადგილობრივ არჩევნებში ჩართვით ოპოზიციამ ქართულ ოცნებას ერთით მეტი ბრძოლის ველი შეუქმნას. ახლა თქვენი კოალიციის პოზიცია ამ თემაზე გასაგებია, თქვენ ბოიკოტის მომხრე ხართ, თუმცა კიდევ ერთხელ, რატომ ვერ უყურებთ ამ საკითხს ისე, როგორც უყურებენ მაგალითად ლელოში, როგორც ერთით მეტი ბრძოლის ველის შექმნის შესაძლებლობას ხელისუფლების წინააღმდეგ. ბრძოლის ველი არსებობს ქუჩაში, ბრძოლის ველი არსებობს ხალხთან ერთად, რომელიც ეწინააღმდეგება ქართულ ოცნებას, არ აძლევს ლეგიტიმაციას და 200 დღის მანძილზე ყავს 60 პოლიტიკური პატიმარი. ხო, რატომ არ შეიძლება კიდევ ერთი ბრძოლის ველი იყოს უკვე არჩევნების ხაზი? ჩვენ თუ ვიცით წინასწარ განსაზღვრული არის, რომ ქართული ოცნება მოიპარავს არჩევნებს. ყველანაირი რეგულაცია შემოიღო ახალი, რომელიც ასევე ვენის კომისიისგან არის შეფასებული როგორც არასამართლიანი. რომელიც იმაზე უარესი არის, ვიდრე იყო 24 წლის 26 ოქტომბრისთვის განსაზღვრული რეგულაცია, წინასწარ განმზადებული აქვს ქართულ ოცნებას სიები, ვის როგორ გადაანაწილებს რეგიონების მიხედვით და პირიქით ქართულ ოცნებას სურვილი აქვს აი ამ ფორმით ზუსტად მოიპოვოს ლეგიტიმაცია, რომ თქვას მერე ნებისმიერი მაგალითად კომისიაში გამოცხადებამ ქართულ ოცნებას მისცა იმის საშუალება, რომ ეთქვა თუ არ აღიარებდა გახარია პარლამენტს, რატომ მოვიდა მაშინ კომისიაზე? ანუ პროპაგანდისტვის გაძლიერდება არგუმენტაცია ქართული ოცნების მხრიდან, რომ თუ არ აღიარებთ ამ არჩევნებს, თუ არ აღიარებთ 26 ოქტომბრის არჩევნებს, მაშინ რატომ შემოხვედით თვითმმართველობის არჩევნებზე, რომელსაც იგივე ადმინისტრაცია ატარებს, ცენტრალური საარჩევნო კომისია გაუარესებული წესებით. ეს ბრძოლის ველი არ არის, ეს არის დანაღმული ველი, სადაც შეხვალ და აფეთქდები. ბრძოლის ველი ვერ შეიძლება იყოს დანაღმული. თქვენ რომ ლელოში ფიქრობენ, რომ თბილისის და რამდენიმე დიდი ქალაქის წართმევა ესეც არის ცოტა ნაივური დამოკიდებულება. მართლა საინტერესოა ერთი წუთით რომ დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება განვითარებული იყო პოლიტიკური პროცესები თბილისს, რომ ოპოზიციონერი მერი ყოლოდა და იგივე ბათუმშიც ყოფილიყო. ხო, აი შეხედეთ ბათუმი და თბილისი, ორი ყველაზე დიდი ქალაქი, ყველაზე ეკონომიკურად ძლიერი ქალაქი, კლანური მმართველობა, ტენდერები, რომლებიც აქ კალაძის კლანი მართავს, აქ და ბათუმშიც. შესაბამისად, ანუ ყველაზე დიდი ბიზნესები, ქართული ოცნების ბიზნესები აქ არიან კონცენტრირებული ამ ორ დიდ ქალაქში. რატომ გონია თუნდაც ლელოს, რომ ქართული ოცნება აი ამ პროცესების ფონზე, რაც მათ დაიწყეს, სრული ბოიკოტი ევროპული გზის და რუსული გზის არჩევა, აი ამის ფონზე ან თბილისს დაუთმობს, ან ბათუმს დაუთმობს. თავისუფალი სამართლიანი არჩევნები რო ტარდებოდეს თავისუფალი სამართლიანი წესებით,
ჩვენ ვიცით როგორი იქნება თავისუფალი სამართლიანი წესები და ამაზე ერთობლივი შეთანხმება გაკეთებული არის მათ შორის ქალბატონი სალომეს ფორმატში. მაშინ მოვიგებდით ნამდვილად, მაგრამ აი როდესაც ქართულმა ოცნებამ სახე ჩამოიხსნა თლიანად და გაჩვენებს რომ მე ვარ დიქტატორი და მე ვწყვეტ ამ ქვეყანაში ვინ ჩაჯდება ციხეში, რომელი მოსამართლე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორი წესებით უნდა ითამაშოთ, აი ამ პროცესში რანაირად შეიძლება გჯეროდეს, რომ თბილის გაგატანს ან ბათუმს გაგატანს, მით უმეტეს ფინანსური წყარო არის ყველაზე მძლავრი ბათუმსა და თბილისში. აი რატომ გონიათ ეს? ბატონ გიორგი, ისმის განცხადებები, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის ჩართვა ეს არის თავად დასავლელი პარტნიორების, ამერიკელების და ევროპელების რეკომენდაცია. რამდენად არის ეს ასე? და აქვე აი გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ესაუბრა სალომ ზურაბიშვილს, როგორც ის ამბობს, ზურაბიშვილთან საუბარში განიხილა საქართველოში პოლიტიკური ვითარება, მათ შორის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები საქართველოს მომავალი ქართველების ხელშიაო, ამბობს კოშტა. მისი ეს განცხადება ხომ არ ნიშნავს მესიჯს ქართველი ხალხისადმი, რომ შედით არჩევნებში და გადაარჩინეთ საქართველოს მომავალი. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა 20 წლის არჩევნების შემდეგ ძალიან კარგად გაიაზრეს და შარლ-მიშელის პროცესის შემდეგ გაიაზრეს, რომ მათი ჩარევა რამ მდგომარეობამდე მიიყვანა ესე პირდაპირმა ჩარევა. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ღიად არასდროს მოგიწოდებენ გაყალბებულ პროცესში შეხვიდე. ეს არის ჩვენი არჩევანი. დელეგიტიმაციის პროცესი იწყება შიგნიდან გარეთ. ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ქართული ოცნება არალეგიტიმური არის, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ამბობენ, რომ არალეგიტიმურია. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე უმჯობესია შესვლა, იმიტომ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეტყვიან, კი ბატონო, მიბრძანდით, გააკეთეთ თქვენი არჩევანი. დასავლეთი ვერ გიკანახებს იმას, შენ პოლიტიკურ პროცესს როგორ მართავ ქვეყანაში, დასავლეთს ექნება ყოველთვის რეაქცია იმაზე, რაც არის არადემოკრატიული, რაც არის ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული და რაც არ ჯდება ევროპულ ღირებულებებში და ევროპულ სტანდარტებში, რაც გვინდა რომ ეს ქვეყანა იყოს. ნებისმიერი განცხადება, მათ შორის პროფესიონალების, რომლებმაც შეაფასეს ეს სამართლებრივი ჩარჩო, რითაც ხელმძღვანელობს ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე, არ შეესაბამება ვენის კონვენციის სტანდარტებს და რეკომენდაციებს. ცდება ყველანაირ ევროპულ სტანდარტს ის ფორმატი, როგორცაც ქართული ოცნება აპირებს თვითმმართველობის არჩევნები ჩაატაროს და როგორცაც ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც მომართული არის თვითმმართველობის არჩევნების შესვლაზე და მოიტანს არგუმენტად, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამას ვეუბნებიან, ეს არის კანარი სიცრუე, იმიტომ რომ არც ერთი დასავლელი პარტნიორი ამას არ გეტყვის, თუ შენ თვითონ არ ეუბნები დასავლელ პარტნიორს, რომ მე თუ არ შევედი, ვერ გადავრჩები. ვერ გადარჩება ვერც ერთი ოპოზიცია ამ ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმი თუ დარჩა. ვერ გადარჩება ვერც ერთი პროდასავლური ძალა. ღიად აქვს გაცხადებული კაცს, რომ არ უნდა. აი ზუსტად ამ კონტექსტში მინდა დაგისვათ შემდეგი კითხვა გუშინ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის ხდომაზე განიხილეს საქართველოს საკითხი, მოვისმინეთ სიტყვით გამოსვლები, მათ შორის ევროპარლამენტის წევრმა ნაჩო სანჩეს ამორმა ასეთი რამ თქვა ოპოზიციის მისამართით, ოპოზიციამ ერთი ხმით უნდა ისაუბროს, თორემ დაიშლებიან. მან ბუნებრივია ქართულ ოცნებაზეც ისაუბრა და მართული პარტიის ბოლოდროინდელი ნაბიჯები და ქმედებები გააკრიტიკა, თუმცა ისაუბრა ოპოზიციაზეც და აი სწორედ თქვენს სპექტრზე მინდა გკითხოთ. არის თუ არა ევროპარლამენტის ეს წევრი მართალი, როცა ამბობს, რომ ოპოზიციას დაშლა ემუქრება თუ პრობლემურ საკითხებზე ერთიან პოზიციამდე ვერ მიხვალთ? რა თქმა უნდა, პროდასავლურ ძალებს და ერთიანობას შლის და დაიწყო ეს პროცესი გახარიას პარტიამ, თუნდაც იმიტომ რომ სიები არ ჩახსნა და პარლამენტში შესვლის საკითხი ჰაერში დატოვა. ისინი არ არიან ბოიკოტს უცხადებენ, მაგრამ გაუუქმეს 12 შემდეგი სიიდან შევლენ. გახარიამ დაიწყო ასევე პროცესი თვითმმართველობის შესვლაზე და ღიად განაცხადა, რომ ის აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას. არც ერთი წერილი, რომელიც ერთობლივად გაიგზავნა ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, არც ერთ წერილს ხელი არ აქვს მოწერილი გახარიას თავად, იმიტომ რომ მას აქვს აგერ წოდებული შიშები ნაციონალურ მოძრაობასთან აფილირების, მაგრამ ამავდროულად ისიც არის კოლექტიურ ნაცმოძრაობის წევრი ქართული ოცნების პროპაგანდისგან გამომდინარე. გახარიას პარტიამ ასევე ჩაშალა ქალბატონი სალომეს ერთობის პლატფორმა, როდესაც მან პირობა დადო და დაარღვია და ახლა უკვე არღვევს ამ ერთიანობას და ითრევს ლელოსაც ამ პროცესში, როდესაც ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე შედის.
ეს ლევან ხავეიშვილი იყო 2 დღის წინ ჩვენი სტუმარი, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ მისი აზრით გახარია გარიგებულია ქართულ ოცნებასთან იმის გამო, რომ იყოს თავისუფლებაზე. რაიმე მსგავსი ეჭვი თქვენს ხომ მაინტერესებს გარიგებულია თუ არ არის გარიგებული, როდესაც ის ამბობს, რომ ის არის პროდასავლური ძალა და აკეთებს ქართული ოცნებისთვის სასიკეთო საქმეს, სულ არ მაინტერესებს მე ამაში ფული აიღო, გარიგდა, თავისუფლების სანაცვლოდ ამბობს ამ ყველაფერს თუ არა, ის ღალატობს ევროპულ გზას, რომელიც აირჩია ამ ხალხის 80%-მა, ხო, მეტმა კიდე. ანუ არჩევანის თვალსაზრისით, ანუ ვის ატყუებს. და გახარიას ეს პოზიცია არის სწორედ იმის განმაპირობებელი, რომ დღეს ლელოს უწევს ბუნდოვანი პოზიციის დაფიქსირება. გახარიამ რო თქვას, ის არ შედის არჩევნებში, ლელოს ვერ დარჩება მარტო და იგივე ლელომაც რო თქვას, რომ ის ბოიკოტს უცხადებს ღიად და ცხადად, ვერც გახარია ვეღარ შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას, იმიტომ რომ ის რჩება მარტო. ჩვენ ნახეთ რეაქციები რა მოყვა საზოგადოების, იმ აქტიური საზოგადოების, ვინც პროტესტზე დგას, როდესაც ლელომ დაიწყო ორჭოფი იმაზე შესულიყო თუ არა არჩევნებში და ამაზე დისკუსიები მოითხოვა. არ არსებობს არანაირი დისკუსია. ჩვენ ღიად გვაქვს ნათქვამი, რომ არ ვაპირებთ არჩევნებში შესვლას, იმიტომ რომ ეს არის ივანიშვილის ლეგიტიმაციის მიცემა და ივანიშვილის დროის მიცემა არის. იმიტომ რომ დასავლეთი შეაჩეროს ცოტა ხანი სანქციების თვალსაზრისით და ეს არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ასე ვფიქრობ, ეს არის გამოცდილება ბელარუსის, როდესაც ბელარუსის ნებისმიერი არჩევნების შემდეგ, გაყალბებული არჩევნების შემდეგ ლუკაშენკო კიდევ უფრო დიდი ძალით ურტყამდა პროდასავლურ ძალებს, იმიტომ რომ მან ხალხის მანდატს იშველიებდა. რომ ხალხმა მიანიჭა მანდატი ის, რომ გააუქმოს ოპოზიცია და გააუქმოს სამოქალაქო სექტორი. სწორედ ამის საფრთხე არის, რომ ნებით უნებლიეთ გახარია და მათ შორის ლელოს ეს ურჭოფობა და თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა ივანიშვილს მისცემს იმის ძალას, რომ მან აჩვენოს, რომ ოპოზიციამ წააგო, იმიტომ რომ გააყალბებს არჩევნებს, აჩვენოს, რომ არაფრის წამღებები არ არიან და ეგრეთ წოდებული ხალხის მანდატის მართლა გააუქმოს მთლიანად ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის აღასრულოს კანონი ბოლომდე და დაგხუროთ თქვენც და დახუროს არასამთავრობო სექტორი, დაიჭიროს მათი ლიდერებიც. აი ამ პროცესში ვეხმარებით ივანიშვილს თუ არჩევნებში შევდივართ. ეს არის, რაც უნდა გაიაზროს ლელომაც და გახარიამაც. ხაბადაც იქნებიან ამის მონაწილეები. ბოლო თემა და ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხი მორიგი საკადრო ცვლილება ხელისუფლებაში გენერალური აუდიტორი, გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი ტოვებს ვახტანგ გომელაურის შემდეგ თანამდებობას. ის გადადის გენერალური აუდიტორიის პოზიციაზე. ცოტნე ყავლაშვილი კი, რომელსაც ამ დრომდე ეკავა გენერალური აუდიტორის თანამდებობა და 7 წლით იქნა ცოტა ხნის წინ არჩეული ამ პოზიციაზე, ინაცვლებს და ბრუნდება ფინანსთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოზიციაზე. ხა გიორგი გაბიტაშვილი გენერალური პროკურორი უკვე ყოფილი ერთ-ერთია იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომელსაც დასავლელი პარტნიორების სანქციები შეეხო, კერძოდ ის დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა, იგივე ვახტანგ გომელაური, ხო, რომელმაც გასულ კვირას დატოვა თანამდებობა, არაერთი ასე ვთქვათ პარტნიორი ქვეყნის სანქციების ქვეშ არის მოქცეული. შესაბამისად ისმის კითხვა, რატომ ტოვებენ თანამდებობებს დასანქცირებული პირები. ხომ არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო ხელისუფლებიდან სანქცირებული პირების გაშვება? ხო, ანუ აქ რამოდენიმე ვერსია შეიძლება იყოს. ერთი ის, რომ ცდილობენ განახლებას უფრო მორჩილი ადამიანების დანიშვნას, ან ისეთი ფიგურების, რომლებიც უფრო შეუწყობენ ხელს ძალაუფლების კონსოლიდაციას, არ იქნებიან პრობლემურები ამ ძალადობის აღსრულებაში, ან უფრო მარტივად ერთი კლანი ნაცვლდება მეორე კლანით, რომელიც შეიძლება უფრო აქტიური იყოს, ან უფრო მორჩილი იყოს, ან უფრო მარტივად ემორჩილებოდეს ივანიშვილს ან რუსეთს. ან მეორე ვერსია არის, ისინი ცდილობენ რაღაცა დათმობები აჩვენონ დასავლეთს, განსაკუთრებით ამერიკას, იმიტომ რომ ივანიშვილს ეშინია მეგობარი აქტის, განსაკუთრებით ეშინია ქართულ ოცნებას მეგობარი აქტის და როდესაც ისინი საუბრობენ ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვაზე, მათ რაღაცა ჭადრაკის დაფაზე გადაადგილებები უნდა აჩვენონ, რომ თითქოს ისინი ცდილობენ რაღაცა შემხედრი ნაბიჯები გადადგან. მაგრამ ეს ხო არ არის შემხედრი ნაბიჯები, თუ ამას ზომავენ და ასე აპირებენ დასავლეთის და ამერიკის მოტყუებას, არ ვიცი, მაგრამ შეიძლება ამით ცადონ მოლაპარაკების მაგიდასთან რაღაცა დაიწერონ ქულები, რომ თითქოს ისინი დასანქცირებული მაღალჩინოსნები გაათავისუფლეს, გადააყენეს, შეცვალეს
და ეს გახდეს საფუძველი მოლაპარაკების დაწყების ამერიკასთან, რომ მეგობარი აქტი არ ამუშავდეს ან რაღაცა ფორმის ლეგიტიმაცია მიანიჭოს ტრამპის ადმინისტრაციამ. არის ვარაუდი, შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ ეს რუსული რეჟიმების გამოცდილებით ბელარუსში და არა მარტო ბელარუსში, ჩვენს სამეზობლო ქვეყნებშიც, როდესაც კრიზისი დგებოდა ქვეყანაში, ყოველთვის ცდილობდნენ გადაენაცვლებინათ პაიკები საჭადრაკო დაფაზე იმისთვის, რომ პაიკებს უწოდებთ, ხო, ზუსტად ეს უნდა მეკითხა, მაშინ რისთვის ეს გადაადგილება? თუ კი ამბობთ, რომ ისინი პაიკები არიან და არა გადაწყვეტილების მიმღები. ნახეთ, პაიკები არიან, მაგრამ გადაწყვეტის მიმღები იქ არავინ არ არის, გადაწყვეტილებას იღებს ერთი კაცი, ეს არის ივანიშვილი და ივანიშვილის თავად არ იღებს რუსეთი. გადაწყვეტილებას, რასაც კარნახობენ, იმას აკეთებს ერთი-ერთი სხვანაირად ვერ გაიმეორებ იმ ნაბიჯებს, რაც რუსეთში გადაიდგა ბოლო წლების მანძილზე და რასაც ივანიშვილი დგას აქვს ბოლო 1 წლის მანძილზე. ამიტომ ისინი პაიკები არიან, მაგრამ არიან პაიკები ალბათ, რომლებიც ჭირდებათ იმისთვის, რომ რაღაცა ფასადი აჩვენონ, როგორც თქვი, რომ შეიძლება ამერიკასთან მოლაპარაკებისთვის ჭირდებათ, რომ უთხრან, რომ ჩვენ შევცვალეთ რაღაცეები, ან ანაცვლებენ უფრო ისეთი მორჩილი პაიკებით, რომლებიც როგორც ივანიშვილი იტყო და ორჯერ თქმა არ ჭირდებოდა ღარიბაშვილს მაგალითად. შეიძლება გომელაურს დაჭირდა ორჯერ თქმა. შეიძლება იმ ადამიანებს, ვინ ჩაანაცვლეს, ორჯერ თქმა ჭირდებოდა და ასეთი ადამიანები ივანიშვილს აღარ უნდა გვერდით და ჭირდება ისეთი ადამიანები, ვინც უსიტყვოდ გაიგებს რუსულ კარნახს ან ერთხელ თქმა საკმარისი იქნება. ანუ ეს ორი ვერსია არის, სხვა ვერსია არ არსებობს. ფაქტი სახეზე არის, რომ ივანიშვილს ამერიკული სამქცევების ძალიან ეშინია და ეშინია იმ პროცესების რაშიც იმყოფება. მადლობა ბატონ გიორგი სტუმრობისთვის, იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო. გიორგი ბუტიკაშვილს ვემშვიდობებით, დასრულებულია დღის ნიუსრუმით. ერთმანეთს უკვე ხვალ 11-ზე შევხვდებით. ნახვამდის.